ევროპელი დიპლომატებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ მმართველი პარტიის საჯარო განცხადებები უფრო ხმამაღალი და კრიტიკული ხდება. ქართული ოცნების ქმედებები უკვე გასცდა მხოლოდ განცხადებების დონეს. 24 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. დიპლომატიური უწყების გადაწყვეტილებას მან მეგობრულ სახელმწიფოებს შორის უჩვეულო ნაბიჯი უწოდა. ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად დაიბარეს გერმანიის ელჩი საგარეო უწყებაში. შეხვედრაზე მტკიცედ უარყოფს უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ელჩების მიმართ. დაუგმობს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას. გერმანიის ელჩის დაბარებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება იმეორებს ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატი ხელს უწყობს ქვეყანაში რადიკალური დღესდღეობის წახალისებას. შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია პატივისცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. ამასთან მას ვალდებულება აქვს არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას. ასევე შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა. ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენის გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა. რადიკალიზაციის გაღვივების გარდა პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს ბრალს დებს მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლასა და ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაში. ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულებაზე და მოგდებულ მართლმსაჯულებაზე და ასე შემდეგ აღარ მინდა ყველაფერი გავაგრძელო. ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც ელჩი, საქართველოში მოქმედი ელჩი, როგორც მესმერ ქვეყანაში, არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება, ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. მე მგონია სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომენტარების გაკეთება, მას ამოეწურება, როცა იქნება საკუთარი უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას, აბსოლუტურად ზედმეტი მგონია ამ კაცზე რაიმე კომენტარის გაკეთება. საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩის დაბარებას რამდენიმე საათთ ადრე წინ უძღვდა ევროპელი დიპლომატების შესახებ მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები. ქართულ ოცნებაში არ მოსწონთ არც ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც საბავშვო ბაღის დონისას უწოდებენ და არც რეკომენდაციები, რაც მათთვის საბჭოურ მიდგომად აღიქმება. პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი მწვავე შეფასება მოჰყვა ევროკომისიის პრეს-სპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომელიც ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა. დიპლომატი ამბობდა, რომ სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ქუჩაში გამოდის ევროპული ღირებულებების დასაცავად. არაუშავს ბრიუსელი თუ ამას ვერ დაინახავს, ისევ თავის თავს აზიანებს, ხედავთ იმ მართლაც საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი აწარმოებს, ხედავთ თუ რა დამოკიდებულებები აქვს ბრიუსელის მიმართ დიდ სახელმწიფოებს, მის მიმართ და ნუ ეხა პატარა სახელმწიფოზე შემდეგ ცდილობენ რომ რაღაცა ასე ვთქვათ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილონ, მაგრამ სწორედ ეს არის შედეგი, თავის თავს იზიანებენ, მაგრამ ამას ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი, რატომღაც არ ვიცი მე ნერვებმა უმტყუნა მე მგონი ევროკავშირის ელჩს და მისი რაღაცა აღელვებული კომენტარი მისი ინფორმაციით აკეთებს ხო ამ განცხადებას ეს პრესპიკერი და როგორც ჩანს მან ეს ინფორმაცია მიაწოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რომ მისი პასუხისმგებლობაც იქნება ერთი ძალადობის ფაქტიც თუ მოხდება 4 ოქტომბერს. ქართული ოცნების კრიტიკის საპასუხოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას აუცილებს ევროპის 27 ქვეყნის საელჩოების სახელით. განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ დიპლომატების ვალია შეხვდნენ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რაც სრულად შეესაბამება ვენის კონვენციას.
მტკიცედ უარყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას. დიპლომატებისთვის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან, მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება. ჩვენ არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის. სინამდვილეში ჩვენ ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე და დააგმონ იგი. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან და ძალისხმევა დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართონ. არც ოპოზიციისთვის არის პრობლემა დიპლომატებსა და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრების გამართვა. ამ საკითხს ქართული ოცნების ოპონენტები უწოდებენ ქვეყნის განვითარებისა და კონკრეტული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯს. სწორედ ეს კიდევ ეს არის შემაკავებელი იმ ქვეყნებისთვის, რომ მათ კიდე აქამდე არ მიიღეს იმის გადაწყვეტილება, რომ მაგალითად ჩვენ უვიზო რეჟიმი აღარ გქონოდა. იმიტომ რომ ჩვენი შეხვედრები მათ არ წმუნებს იმას, რომ ქართველი ხალხი შეძლებს იმას, რომ დაამარცხოს რუსული რეჟიმი. და ეს ყველაფერი კიდევ არის შემაკავებელი მათთვის, რომ ძალიან მალე არიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ უფრო მეტად და მეტად მოგწყვიტავს ცივილიზებულ სამყაროს. ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა ჩვენს პარტნიორი ქვეყნის ელჩებთან არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის მხრიდან და მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. მმართველ პარტიასა და ევროპელ დიპლომატებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გაუარესდა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ. საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა დაგმეს ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელიც მათი თქმით ქვეყანას მნიშვნელოვნად აშორებს ევროინტეგრაციისგან. თუმცა 2024 წლის 28 ნოემბრამდე თითქმის 2 წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლების ლიდერები არაერთხელ დანაშაულებენ კონკრეტულ ელჩებს ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნისა და საქართველოს ეგრეთ წოდებულ ომში ჩათრევის მცდელობაში. ელჩებთან ერთად ამ ბრალდების სამიზნე იყო და რჩება ეგრეთ წოდებული deep state-იც.